მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა. რას ნიშნავს უკვე დიდი ხანია ამ კონტექსტიდან გამოვედი, მაგრამ ერთი რამ თვალსახად ვიცი, რომ ეს ხალხი შეიცვლება და რო შეიცვლება, ნოდარ მელაძის შაბათი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავისუფლად შეითავსებს ამ ფუნქციებს, იმიტომ რომ ყველაფერი რაზეც ლაპარაკობდით ჟურნალისტები და ლაპარაკობდნენ გამომძებელი ჟურნალისტები, ყველაფერი თურმე მართალი აღმოჩნდა. ეხლა რიგია დამდგარი იმ ხალხის, ვიზეც სიუჟეტები კეთდებოდა, ვიზეც გამოძებები იწერებოდა, ვიზეც სტუდია მონიტორი იქნება, ნოდარ მელაძე იქნება, რადიო თავისუფლება ცხვები ლაპარაკობდნენ, თურმე ყველაფერი მართალი ყოფილა. და ოღონდ რაღაცა ის არა ქვია, სისტემა შეიმუშაოს ესეთი, რომ ოღონდ ძველია მართალი. ეხლა ახალი ესენი ყველაზე კარგები არიან. ესენი ვინც მათ ნიშნავდნენ, კავტონინგა ხო? ესენი ხო არ არის ირაკლი კობახიძე არის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ესენი არიან ხალხი პარტიის ლიდერი. ესენი არიან ხალხი ვინც მათ ნიშნავდნენ. ესენი არიან ხალხი ვინც მათ ხმას აძლევდნენ. ესენი არიან ხალხი ვინც საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულები იყვნენ რომ შეესწავლათ დეტალურად ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ არის ვინმე ფერაძე და ის გაურკვეველი გვარების ხალხი, რომელმაც თურმე კრიმინალური სინდიკატი შექმნეს საქართველოს რკინიგზაში, კომპანიაში, რომელიც საქართველოს განსახადის გადამხდელებს ეკუთვნით. იქ ამ ყველაფერს ეხლა შეხედეთ, წავიდეთ ამის წინ, ხო? თუ ეს ხალხი ეხლა და შტაბ-ეშტილმა რჩება, რომ იმ კლანს და იმ გავლენების სფეროს ეკუთვნის, რომელიც უკვე ციხეშია და ციხეში ზიან მყარად გულისხმობ წინა პრემიერ-მინისტრს ლილუაშვილს და ამ შემდეგ და ამიტომ არის ეს თავისუფლება რაღაცა საბჭოთა დროისთვის დამახასიათებელი. მაგრამ იქ არიან ადამიანები, ვინც დღესაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. რუხი კარდინალის ქართული ოცნების სისტემაში, კოკა გუნცაძე მაგალითად, რომელიც უცვლელი სამეთუხურო საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს რკინიგზის, რომლის ერთადერთი ფუნქციაა ქალბატონო იქა, რომ წელიწადში რამოდენიმეჯერ შეამოწმოს მენეჯმენტის საქმიანობა, შეამოწმოს დირექტორის საქმიანობა. მისი მთავარი ფუნქცია ეს არის. სად არის კოკა გუნცაძის პასუხი? და აქ საინტერესო თაზო არის ის, რომ დღეს როგორც გაირკვა, თურმე აი წლების წინ უკვე გამოკითხვებზე იბარებდნენ ამ კონკრეტული კომპანიების ხელმძღვანელებს, ვის ტენდერებზეც არის ახლა ეს კორუფციული სკანდალი, ხო, აგებული, ანუ ამ 17 მილიონის წაღების სკანდალი. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს იბარებდნენ და არკვევდნენ, რა ურთიერთკავშირში იყვნენ ისინი აი იმ ხელმძღვანელთან რკინიგზის, რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადა. ანუ რა შთაბეჭდილება რჩება? ერთი ხელით საქმე იყო აღძრული, რაღაც გამოძიება მიდიოდა, მეორე ხელი არაფერს აკეთებდა, იმიტომ რომ აი სულ მახსოვს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალევე სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა დროის მაღალ ჩინოსნებზე, რომ ყველაზე არის საქმეები აღძრული და არის ეს საქმეები თაროზე შემოდებული. და აი გავიდა წლები და დაიწყო ახლა ამ კორუფციული სკანდალების აფეთქება. კი, ყველაზე ისეთ კლასიკურ საბჭოთა ტრადიციაში, როდესაც წინა ხელმძღვანელობისთვის გროვდება საქმეები, იდება თაროზე, რომ შემდეგ ეს იყოს გამოყენებული მათ წინააღმდეგ. ან მათ გასაშაობად, ან მათ გასაშუალებლად, ან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ დასაჯდელად. იმიტომ რომ ივანიშვილის ტიპის ბატონს ყოველთვის დასჭირდება ვიღაცის დასჯა, ვიღაცის შეწირო. ეს ესეთი კაცია, ასეთი სისტემა არის. ეს რაღაცა რუსულ კვაზი ოლიგარქიული სისტემა ამას გულისხმობს, რომ აუცილებლად მას უნდა შეწიროს ვარაკად მერე ყველაფერი. ხო, წინა ღარიბაშვილს მოუწია საკუთარი თავის და ნახევარი მისი კაბინეტის შეწირვა. რას ეუბნება ეს საქართველოს მოქალაქეებს? ყველაზე მთავარია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის ივანიშვილის ერთი გუნდის ნაწილი მეორე გუნდს როგორ დაასამარებს. შემდეგ ამათ კიდევ ვიღაცა გასწრეს და აი ეს უსაშუალოდ გაგრძელდება. არა, მთავარი არის საქართველოს მოქალაქეებს რას უშვებიან. მთავარი არის რომ ძალიან მარტივად დავინახოთ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც 14 წელია ერთადერთი საქმით არის დაკავებული. საკუთარი ხალხის ყვლებით. ერთი, მერე ეს არის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია ღიად კრიმინალის მხარდაჭერით და კოლ-ცენტრების მხარდაჭერა და კოლ-ცენტრების ოპერირების დაშვება, ეს არის კრიმინალის დაშვება, ორგანიზებული დანაშაულის დაშვება. ანუ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყვლებს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის მულტინაციონალურ კრიმინალურ სინდიკატს უდგას სათავეში, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფარველობს კრიმინალებს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეხმარება რუსებს იმაში, რომ სანქციებს თავი აარიდონ და ცივილიზებულ სამყაროს თავი არიდონ და ამითი გააგრძელონ უკრაინელი ხალხის ხოცვა.
და უცებ ვინმე სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ამ ხელისუფლებამ ერთი პრემიერ-მინისტრით ირაკლი კობახიძის მსგავსი პერსონით სახე იცვალა და ეხა სხვანაირია, ეხა სხვა რამეს აკეთებს. ეხაც იგივეს ვამბობთ, როგორც 5 წლის წინ ნოდარ მელაძე ამაზე ლაპარაკობდა, საბაბუაძე ამაზე ლაპარაკობდა, ლევან ხაბეიშვილი, სხვა ის პოლიტიკოსები, რომელიც აქტიურად იკვლევდნენ კორუფციას, ამაზე ლაპარაკობდნენ. ზუსტად ესე ვამბობთ ეხა, რომ ყულევში აშენებული ტერმინალი არის უდიდესი მულტინაციონალური კორუფციის და კრიმინალის ადგილი, რომელიც აფეთქდება აუცილებლად აფეთქდება. როგორც სკანდალი. აუცილებლად საერთაშორისო სკანდალი იქნება. რომ აი დღესაც დასანქცირდნენ გემები, რომლებიც აი ამ ოპერაციებში არის ჩართული რუსული ნავთობრის გათეთრების და შემდეგ გარეთ გატანის. რომ აუცილებლად რომ აგრეთვე გამოჩნდა უკვე და დასანქცირდნენ კრიპტო პლატფორმები საქართველოში, რომლითაც მიდის ფულის გათეთრება. იმ ფულის, რომელიც ძირითადად ხმარდება უკრაინელების ხოცვას, მაგრამ ამის მიღმა ხმარდება ისეთ კრიმინალურ სინდიკატებს, რომლებიც დაკავებული არიან საერთაშორისო ტრაფიკინგით, საერთაშორისო ნარკოტიკული ვაჭრობებით. ეხაც ვამბობთ, რომ ეს ხალხიც, ვინც ეხა მართავენ საქართველოს, იხსჩობა კორუფციაში. რომ ივანიშვილის მოქმედი მთავრობა არის თავიდან ბოლომდე გასული ამ კორუფციულ სქემებში. ეხა რა ხდება? აი დღევანდელ ამბავზე რას იზამენ? და უცებ აღმოჩნდება, რომ რამოდენიმე თვეში ესეც მართალი იქნება, როდესაც ივანიშვილს უბრალოდ მობეზრდება კობახიძესთან ურთიერთობა. ჩვენ ხო ამ სისტემაში ვართ, ქალბატონო ინგა. როდის მობეზრდება ივანიშვილი ესეთი კაცია, ეჭვიანი, როდის მობეზრდება ეხა ირაკლი კობახიძე. აი ამის ათულაზე არის. ფაქტი არის, რომ ირაკლი კობახიძემ იმ თავის ცნობილ ბრიფინგზე მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანა ბიძინა ივანიშვილზე. სხვა შორის ალბათ თქვენც მიაქცევდით აუცილებლად ამას ყურადღებას. მან ხაზგასმით თქვა, რომ მათ შორის კორუფციასთან საბრძოლველად როგორ მობრუნდა ივანიშვილი, ანუ რომ ყველაფერი არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს ძალიან საინტერესო დეტალი იყო, იმიტომ რომ სამომავლოდ თუ კი დადგება დღის წესრიგში მათი პასუხისმგებლობის საკითხი, კობახიძემ უკვე გვითხრა ერთი კვირის წინ, რომ პასუხისმგებელი ყველა გადაწყვეტილებაზე არის ბიძინა ივანიშვილი, რომ მას უყვარსო განსხვავებული აზრის მოსმენა, ისმენს განსხვავებულას, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის მისი ხმაო. აი ეხლა ამ გადასახედიდან თუნდაც დღევანდელი სკანდალი, ისევ რომ შემოვიტანოთ ჩვენ საუბარში, დღევანდელი კორუფციული სკანდალი რკინიგზასთან დაკავშირებით, ეხლა რატომ დაჭირდა? თუ კი 5 წლის წინ უკვე არსებობდა ჟურნალისტური გამოძიებაც, უკვე ატარებდნენ ამ კომპანიების ხელმძღვანელებს, იქ გამომძიებელი რაღაც კითხვებს უსვამდა, რისთვის ინახავდნენ და 5 წლის მერე რატომ დასჭირდათ? ვერ გიტყვინგა ზუსტად რატო შეიძლება აი ამ ამბავს 5 წლის თავზე მიადგეს, მაგრამ ზოგადად ჩემი აზრით ტენდენცია ასეთი არის. ერთის მხრივ ეს არის საჩვენებელი დემონსტრაციული საბჭოთა ტრადიცია თუ არ გამიხსენებენ, მავნე მოვლენებთან ბრძოლის საბჭოთა ტრადიციაში ჩამჯდარი. პირდაპირ ვთქვათ, ეს კამპანია პროპაგანდისტულადაც შეუძლიათ სწორად გამოიყენონ და პერიოდულად გამოაგორონ და თქვან რომ ეხა შეიძლება ფული ვაკეთოთ და ეს ყველაფერი იმის საფარ ქვეშ, რომ პერიოდულად გამოვაგდებთ, შევწირავთ საზოგადოებას ზვარაკად ფერაძისნაირ ხალხს, ღარიბაშვილისნაირ ხალხს. ეხლა სადაც პრემიერ-მინისტრი შეწირა, იქ რკინიგზის დირექტორი რამოსატანია, ხო, იმასაც შეწირავს. ეს იმისთვის, რომ ის ფართომასშტაბიანი სისტემა კორუფციის, რომელიც გაშლილი აქვს, ეს სუჩართული იყოს და იქიდან ივანიშვილმა ფული წეროს და პერიოდულად აი ეს სისტემურად რაღაცა კალენდარული პრინციპით დასაჯოს ის ხალხი, რომელიც ქალბატონო ინგა იმისთვის კი არ ნიშდება, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. ამ ხალხს იმიტომ კი არ რჯის, რომ ივანიშვილი თulis რომ კორუფციით მათ მოპარე საქართველოს მოპარე. გამორიცხულია რომ არ ქონოდათ ინფორმაცია, ეს ხალხი რას აკეთებდა. ეხლა როდესაც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ თურმე სუსის უფროსი კოლ-ცენტრს მფარველობდა, თურმე სუსის უფროსი ქრთამებს იღებდა უცხოელი ბიზნესმენისგან თუ კოლ-ცენტრები, გამორიცხულია რომ ეს არ სცოდნოდა და ისიც ძალიან რთულად წარმოსადგენია ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს სწორედ კორუფციის და არადეკლარირებული შემოსავლების გამო ყავთ ციხეში 5 წლით გამოკეტილი, არ ყოფილიყო ივანიშვილის კონტროლის ქვეშ და თვალთვალის, იმიტომ რომ დავაკონკრეტებ, როდესაც პირველად ღარიბაშვილი მოხსნა, მან პრაქტიკულად პირდაპირ თქვა, რომ ღარიბაშვილი მოხსნა ნათესავების თემის გამო, ანუ კორუფციის გამო და მეორე თანამდებობაზე მობრუნებული ღარიბაშვილი რას აკეთებდა, ივანიშვილს არ სცოდნოდა, ეს იყო გამორიცხული. ანუ აი ეხლა არის ეს მთავარი კითხვა, ფულის ჩატანა, წაღებული ფულის უკან მიტანა, ეს იყო მთავარი თემა, უბრალოდ დასჯა
და თუ ასია რისთვის მაშინ რა არ გაუკეთა როცა გამოდიან ხოლმე ჩემი რესპონდენტები და ცდილობენ რომ აი საკუთარ ანალიზში შემოიტანონ ასეთი თემა რომ აი ყობახიძე არის სულ მორჩილებაში მე სულ მეღიმება იმიტომ რომ ჩემთვის მონობის საზომი ერთგვარი იყო მისი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ხო ირაკლი ყობახიძეზე მეტად მორჩილი და თან ძალიან მორჩილი რაღაც მორჩილებაში იყო ღარიბაშვილი ხო საიდან მოდის ხო და აი რატომ ეხლა აი ეს არის ძალიან ისევე როგორც რკინიგზაში თურმე ეს ერთი საქმეა თან შევთანხმდეთ ხო ერთი 17 მილიონის თემაა და არა დანარჩენი საქმეების რომელიც შესაძლოა ასევე იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი ეხლა რატომ გახდა ეს ყველაფერი საჭირო ხალხს აჩვენებენ ამით რამეს თუ უბრალოდ ფული მოიტანეთ წაღებული ფული მოიტანეთ მე მგონია რომ ორივე არის პირველ რიგში ოღონდ პირველად ინტერესი არის წაღებული ფულის მოტანა აბსოლუტური ინფანტილიზმია თქვა რომ ირაკლი ყობახიძე არის ბევრად უფრო მორჩილი ვიდრე მისი წინამორბედი ხო მაგას არ ვიზიარებ იმიტომ რომ ის საოცარი იყო ირაკლი ღარიბაშვილი ვინ იყო საჯარო პოლიტიკაში ვინ იყო არავინ ირაკლი ყობახიძე იყო თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილის ლილუაშვილი ვინ იყო ბიძინა ივანიშვილის კერძო სტრუქტურების თანამშრომელი ეგრე სამშენებლო კომპანიის დირექტორი ეს კაცი ეხლა რომ ზებნაში გამოაცხადეს და 5 წელი რკინიგზას ხელმძღვანელობდა ეს კაცი ვინ იყო საპარტნიორო ფონდის თანამშრომელი. ეს ხალხი, საერთოდ ციდან კი არ ჩამოვარდნილა. ამ ხალხს რამე საჯარო კარიერა კი არა აქვს ნაკეთები და თავისი გზა თვითონ კი არა აქვს დაკავებული. ეს არის ხალხი, რომელიც ივანიშვილმა თავისი კერძო სტრუქტურებიდან მოიყვანა და დასვა თანამდებობებზე. თან იმ პრინციპით, რომ ყველაფერს გაკაჩავს. იმ პრინციპით, რა პრინციპითაც დღეს ყაველაშვილი ყავს ქვეყნის პრეზიდენტად. იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ყავენ უდიპლომო პარლამენტარები პარლამენტში. ივანიშვილი ასე უყურებს მათ ერთ ნაცრისფერ მასას ადამიანებს, რომელსაც ერთს ამოიღებს, დასვავს, ის არ მოეწონება, გადააგდებს. ანუ ეს რაღაც უტილიტარული დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ამას დიდი ხანია ვხედავ. ეგ ყველაზე კარგად გამოყენების სუსის უფროსების თემა. აი რომ გავიხსენო დანიშნა ოხანაშვილი, კაცი რომელიც ბაჩიაშვილი ამბობდა, ბორტზე თავად იყო ოხანაშვილი, მაშინ სუსის უფროსი, როცა მოიტაცეს ბაჩიაშვილი და ჩამოიყვანეს აქ რომ ციხეში ჩაესვა. მე რატომ მოხსნა ეს ოხანაშვილი ვერ გავიგე. მე ინიშნება მამუკა მდინარაძე, რომელსაც აძლევენ გენერალ სიმუსობას და რაღაც 1000 სტატუსს და ჩინმენდლებს. მე რატომ მოიხსნა ეს მამუკა მდინარაძეც კაცმა ვერ გაიგო. ანუ სინამდვილეში ყობახიძე რომ ამბობდა რომ ყველაფერ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილიო, ხო, აქ მართალი იყო ყობახიძე, ხო? რა თქმა უნდა, მართალი იყო და მართალია და ყოველთვის ესე იქნება, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ვერავინ ვერ მიიღებს ვერავითარ გადაწყვეტილებას მის გარდა. შიში ოხერია ყობახიძის შემთხვევაში და კი ერთგვარად ადიდა, მაგრამ პარალელურად გეთახმები იმაში, რომ აკიდა ეს პასუხისმგებლობა იმ ერთ-ერთ ალბათ საქართველოს საჯარო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ბრიფინგზე, რომელიც აი არსაიდან გამომძვრალი და დადგა და იქ რაღაცა ლოცვასავით წაიკითხა ივანიშვილის გაკეთებული საქმეები. ამ სისტემას აქვს ერთადერთი ჩამკეტი. ეს ჩამკეტი არის ივანიშვილი. ივანიშვილი წყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს ამ სისტემაში. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ის რომ ლილუაშვილი კოლცენტრების ამბავი ახსენეს ახლა. სად არის ეს კოლცენტრები? ხალხო, კოლცენტრებს როდესაც ვახსენებთ, ეს რა კომპიუტერი კი არ აკეთებს, ან ლილუაშვილი მარტო კი არ აკეთებდა. რა ვიცი, რაღაც ბრილიანტის მოპარვა კი არა, ხალხო. გამოკითხვა. აქ არის ლაპარაკი რამოდენიმე ასეული ადამიანის ჩართულობაზე, რომელშიც მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ იმ ოპერატორებიდან დაწყებული, რომლებიც ზიან და ხალხს ატყუებენ 24 საათის მანძილზე. დამთავრებული ყველა იმ ხალხით, რომელიც ამ სქემის შუაში არის ლილუაშვილიდან აი იმ ოპერატორებიდან, აბსოლუტურად ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე არის. სად არის? აი ივანიშვილის ამ ტელეშოუთ ქცეულ კორუფციულ დაჭერებში. სად არიან კოლცენტრის ხალხი? შემთხვევით მუშაობას ხო არ აგრძელებენ. ისევ ოღონდ სხვა პატრონის მფარველობის ეგ კითხვა ბუნებრივად ჩნდება. რა თქმა უნდა, ეგ კითხვა ბუნებრივად ჩნდება. სად არიან ეს ადამიანები, სად არის ეს კოლცენტრები და ერთი კიდევ ძალიან საინტერესო ამბავი რა. როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ კორუფციულ სკანდალებზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ვერსია, რომ აი ვისგანაც შეძლეს ფული ამოიღეს, სხვა შემთხვევაში მაგალითად გვიჩვენეს გვითხრეს, რომ ქარსელაძის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის ქარსელაძის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, მე საწავიდა ეს ქარსელაძე, ან ეს საქმე საწავიდა, დიდი კითხვის ნიშანი.
მეორე თემა, მაგალითად ჯანდაცვის მიმართულები და ყველამ ვიცით, ხო რა კორუფციული ამბებიც იქ ტრიალებდა. სად წავიდა მაგალითად მინისტრ ყოფილ აზარაშვილის პასუხისმგებლობის თემა და ასე შემდეგ. მოკლედ, თან ვითომ კორუფციას ებრძვია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ რაღაც ძალიან სერიოზული პროცესი მიდის, რომლითაც სავარაუდოდ, როგორც ბევრი ადამიანი ვარაუდობს, ფულის უკან ჩატანაზე არის საუბარი და აი ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ აი ესეთი რუსული სტილით, მაფიოზური სტილით იმართება მთელი ქვეყანა, აგერ თურმე უკვე 14 წელია, რისი აღიარებაც თავადვე უხდებათ, ეხლა ახალი მოცემულობის წინაშე დადგა. მინდა გავიხსენოთ 2024 წლის 28 ნოემბერს რატომ დაიწყო ამ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები, როცა ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ვაჩერებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს. ახლა გაჩნდა ასეთი შთაბეჭდილება, დაგურჩა, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან დარწმუნებული ვარ, როცა ამ შთაბეჭდილებაზე ვსაუბრობ, რომ პაპუაშვილმა იყო კობახიძის როლი და მისი განცხადებები ევროკავშირთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა რა პროცესშია ჩვენი ქვეყანა? ფაქტია, საბჭოთა კავშირთან შედარება და ყველა ის უბედურება, რასაც ჩვენ ვისმენთ მართველი გუნდისგან ევროკავშირის მიმართულებით. ხომ არ გაქვთ ასეთი განცდა, რომ პაპუაშვილი აგრძელებს ეხლა და გააგრძელებს მთელი პარტია, რომ მიიყვანონ პროცესი იქამდე, თავად ევროკავშირს დაბრალდეს საბოლოო ჯამში ჩვენზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, მადლობა ამ კითხვისთვის. დღეს უსმენდი პაპუაშვილს და ერთ-ერთი სიტყვით მესმოდა მარია ზახაროვას სიტყვები. მესმოდა მოსკოვიდან ნაკარნახევი ტექსტი. მართლა, მარია ზახაროვა რაღაცა კახური ელფერით იდგა იმასთან, აქვე ტრიბუნასთან და ლაპარაკობდა ზუსტად იგივეს, რასაც ლაპარაკობენ რუსები ევროკავშირთან, რომ ეს არის რაღაც საბჭოთა კავშირი, რომ ეს არის რაღაც ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი და ამ შემდეგ. იციან, რომ პროცესები, რომელიც ევროკავშირში დაიწყო, მათ წინააღმდეგ არის შეუქცევადი. იციან, რომ საქართველოს მათ პირობებში ძალიან აბსოლუტურად ყველაფერს კარგავს, არა თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ჯდება მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად გუშინდელი მოყოლებული, არამედ პირიქით ის მთავარი მონოპოლარი ევროკავშირთან ურთიერთობის დღეს რაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ამის დაკარგვის სერიოზული რისკი და საფრთხე დგას. იციან, რომ ვერაფერს ვერ უშველიან, იმიტომ რომ ხელისუფლების შენარჩუნება უნდა და დაიწყეს ისტერია, ჩვეულებრივი. ეს არის დღევანდელი პაპუაშვილის გამოსვლა, ეს არის რაღაცა ერთგვარი ჟურნალი დიდი კინოს წინ, სადაც პაპუაშვილი და მთელი ქართული ოცნება დაიწყეს ისტერიულ ლანძღვას ევროკავშირში. ლანძღვა სხვა არის, მაგრამ მე გადაწყვეტილებამდე მიდის თუ არა ეს ლანძღვა ეს ლანძღვა არის წინაპირობა იმისა, რომ მათ გააკეთონ ძალიან მკვეთრი ტანის მოძრაობები და მაგალითად ან დაასწრონ, ან უმალვე გამოიტანონ კანდიდატის სტატუსი. ეს ამისკენ მიდის ყველაფერი, რომ თქვენ რომ მე ესეთ ევროკავშირში არ მინდა, ჩვენ კონსტიტუციაში დღეს ამ მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა. ჩვენ კონსტიტუციაში არ გვიწერია ესეთ ევროკავშირში შესვლაო. რომელი კონსტიტუციას კითხულობს, ან სად წაიკითხან, რა განმარტება არის ეს, ხო? ესეთში არ გვინდაო შესვლაო, იმიტომ რომ იცის რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა დაიმუქრება. და როდესაც ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, ამისთვის დაიჯდება საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ სვლაში. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის, საქართველოში ვიზიტით იყო პრემიერ-მინისტრი ვუჩიჩი, რომელიც სხვა შორის აი ეს უნგრული ტალღა სერბებს ბევრად უფრო მკვეთრად შეეხო და უნგრეთში ძალიან არაპოპულარული თემა ევროკავშირიდან გასვლა. ამ კაცმა თქვა რამოდენიმე დღის წინ, რომ ის აპირებს წავიდეს ხელისუფლებიდან. ანუ მის მიხვდა, რომ ძალიან საშიში თამაში არის ის თამაში, რომელიც ორბანმა წააგო და იგივე თამაში შესვლას არაპირებს და შეგახსენებთ, ვინც არის ის იმათ ვეთქვი, რომ ვუჩიჩი არის ზუსტად იგივე ტიპის მოკავშირე რუსეთის ფედერაციის, როგორც არის ბატონი კობახიძე ივანიშვილი და როგორც იყო ბატონი ორბანი. ანუ იმ კაცმა უკან დაიხია სერბეთში, რომელშიც ზუსტად იგივე სისტემა აქვს შექმნილი, რაც ივანიშვილს აქვს, მაგრამ აქ ივანიშვილი უკან დახევას არაპირებს. ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ აი პაპუაშვილის სახელით თქვა, რომ ჩვენ არ გვინდა ეგეთ ევროკავშირში შესვლა და არ გვინდას ერთადერთი ქმედება აქვს, ბატონო ინგა. გამოიწვიონ უკან განაცხადი კანდიდატის ფიქრობთ, რომ აქეთ მიდის ყველაფერი. რა თქმა უნდა ეს ხო, ასეთ განცდას ნამდვილად ტოვებს ეს ბოლო პერიოდის ისტორიულ ანტიევროპულ განწყობას. და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები
ამას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელ ზღვარს მიღმა დარჩენა არის ამ ქვეყნის. ანუ რას თავაზობთ საქართველოს, რას თავაზობთ ქართულ ხალხს? ჩვენი შვილების მომავალი უნდა იყოს ის, რა ქვია, აი ეს კორუფციული სკანდალები ყოველ 2 დღეში ერთხელ, რაღაცა გამონაცვალი იმასავით, რა ქვია, სასტუმროში დატოვებული კბილის ჯაგრისივით გამონაცვალი მინისტრები და თანამდებობის პირები და რაც ივანიშვილს მოუნდება, იმის კეთება მთელი ერის. აი ეს კითხვა დაუსვას ქართულმა ნებისმიერმა ამ ქვეყნის. მადლობა. მადლობა თაზო.